so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი. და მე-14 წელია, რაც ჩვენ ხელმეორედ მოვიბოეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს ქვეყანა არსებობდა როგორც მომძანეთ დამოუკიდებლობის ხელმეორედ მოპოვებამდე, ჩვენ ვიყავით იმპერიის ნაწილი, უჩვეულო იმპერიის, რომელსაც შემდეგ რეიგანმა ბოროტების იმპერია უწოდა, მაგრამ ჩვენ ცხოვრობდით ამ ქვეყანაში, ჩვენ ვიყავით ამ იმპერიის ნაწილი, მე პირადად აი ამ იმპერიაში დავივადე და ზოგჯერ გვეჩვენებოდა კიდევაც, რომ ბედნიერები ვიყავით. არავინ არ ფიქრობდა იმპერიის დაშლის თაობაზე, მაგრამ როგორ შეიძლებოდა აი ამ საბჭოური უკვე ჭაობში ჩავარდნილი იმპერიის, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ცდელობა, რომ ადამიანური სახე, ესა იყო გორბაჩოვის ტერმინი, მიიღო აი ამ საბჭოურ იმპერიას, რაც თავიდანვე ესეთი წარმატების მიღწევა მიმართულებით შეუძლებელი იყო, მაგრამ საუბრები ამის თაობაზე იყო საბჭოთა პერიოდშიც და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა, დაინგრა საბჭოთა იმპერია, დაინგრა, რა თქმა უნდა, გარე ფაქტორების, ესე ვთქვათ, ზეწოლის შედეგად, მაგრამ ძირითადად დაინგრა იმის გამო, რაც ხდებოდა ქვეყნის შიგნით. დავიწყეთ ფიქრი აი იმ თემებზე, იმ პრობლემებზე, რომელზედაც, დღესაც ვსაუბრობთ, დღემდე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო ვარ, ჩვენ ვართ წევრი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორც მსოფლიოს ყველა სახელმწიფო, ვართ დამოუკიდებელი, ვართ სუვერენული, თუმცა რჩება ერთი კითხვა, ვართ თუ არა თავისუფალი სახელმწიფო. არც ერთი სახელმწიფო, არც ერთი ქვეყანა, საზოგადოება იდეალური არ არის, ისე როგორც არ არსებობს იდეალური დემოკრატია, მაგრამ ჩვენთან თავისუფლების აღქმა, მისი პრაქტიკული რეალიზება არა, აი მე ესე მგონია, თქვენი თაობა და ის ადამიანები, რომლებიც იკრიბებიან ყოველ საღამოს პარლამენტის წინ, სწორედ ეს გახლავთ ეს პირველი ნაბიჯები იმისგან, რომ ჩვენ საქართველო გახდეს თავისუფალი ქვეყანა, ვინაიდან დღემდე ეს არ ეხება მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას, ეს იყო სააკაშვილის დროს, ეს იყო შევარდნაძის დროს, ეს იყო რა თქმა უნდა გამსახურდიას დროს, დღემდე ჩვენ ხედავთ შავ თეთრ ფერებში. საკუთარ თავსაც ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს და ყველაფერი მას რაც ხდება ქვეყნის გარეთ და ამას თანენდება ტიპიური ქართული, ესე ვთქვათ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ. გონია რომ ჩვენ ვართ მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი და არ ვიცი ხა მაგალითად სულ ამას ვამბობ, ტრამპი იქნება, ბაიდენი იქნება, ინგლისის პრემიერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი პირველს რასაც გააკეთებს, გაიღვიძებს თუ არა, იღებს ტელეფონს და იძახის, ხო, მამით მითხარი თბილისში რა ხდება. ჩვენ ესე გვინდა რომ იყო, ჩვენ ესე გონია, ზოგს გონია. მე მეჩვენება რომ ეს ნაკლებად ეგონა შევარდნაძეს, იმიტომ რომ მას ამის გამოცდილება ჰქონდა. ეს ეგონა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ამის გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა იყო პატრიოტი, მას უყვარდა თავის სამშობლო, ზვიად გამსახურდიას, რომელიც დამოუკიდებლობის ხელმეორედ მოპოვების შემდეგ ამბობდა, რომ რა უნდა დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ჩვენ შეგვიძლია ციტრუსებით და ბორჯომი წყლით საქართველოს ეს დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. სააკაშვილი, რომელმაც ეს პირველი 2 წელი მისი ხელისუფლებაში ყოფნის ალბათ გახსოვთ, რაოდენ ეფექტური იყო.
და შემდეგ რითიც დამთავრდა, ქართული ოცნება პირველი რამდენიმე წელი მე მათთან ერთად გავატარე, მასაც ასე ვთქვათ, იდეები ჰქონდა დემოკრატიისადმი ერთგულება, დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობა. ყველა მმართველი გამსახურდია შემდეგ იწყებდა იმით, რომ და გამოისწორებინა ის, რაც ვერ გააკეთა იმ ადამიანმა, იმ მმართველმა, რომელიც იყო მანამდე, ხო? ყველა იწყებდა კარგად, ეს უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ამ ძალაუფლების, ხელისუფლებიდან ძალაუფლების სიხელემდე გადასვლა. ამაში მდგომარეობს დღემდე ჩვენი პრობლემა, რომ სკამი არის ერთი, ყველას უნდა ამ სკამზე წამოსხუბება, ყველა ქართველი ხელისუფალი სწორედ ამ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ დილემის წინაშე დგება, რომლის გადაწყვეტას თავს ვერ ართმევს დღემდე. ხელისუფლებას, რომელსაც თან მოაქვს გარკვეული დოზით უნდა იყოს ეს ძალაუფლება და ძალაუფლება არ უნდა შეანაცვლოს ხელისუფლება. ამ ცდუნება, ამ ესე ვთქვათ, განტოლების გადაწყვეტაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლიდერს. ყველაზე უფრო მეტად და განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში ეს ძალიან კარგად ესმოდა გიორგი კვირიკაშვილს და ესეც გარკვეულ ტრადიციად გადაიქცა, ვისაც კარგად ესმის და მიუახლოვდება ამ დილემის გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები რატომაც ქრებიან, გადააყენებენ, მოკლედ. რატო როგორ გიქნო? ეს მეანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ სუსტი სახელმწიფო ვართ, ეს კიდევაც ძალიან ხატოვნად, რატომაც ამეკვია და ეს გამონათქვამი თუ არ ვიცი რა დავარქვა ქართულად, რომელიც ქალბატონმა თია წოლუკიანმა თავის ამ კომისიის, ესე ვთქვათ, თავმჯდომარის რანგში გამოიყენა, აქანა-იქანა სახელმწიფო ვართ. და აქანა-იქანა სახელმწიფო რომ ხარ, ჩვენ ბევრი რაღაც მოჩვენებები გააქვს დაკავშირებული, იქნება ეს deep state, იქნება ეს გლობალური ომის პარტია, ახლა ამაზე ნაკლებად საუბრობენ არა და რომ ჩვენ ყველა გვიტევს. ეს პატარა ქვეყნის და სუსტი ქვეყნის სინდრომია, რომელიც ჯერ კიდევ კარგად ვერ ჩამოყალიბდა თუ როგორი ქვეყანა უნდა გახდეს. ჩვენ ვართ ამ ტრანსფორმაციის პროცესში, რაც რთულდება იმითაც, რომ ჩვენ სირბლემყოფი ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, თურქეთი, იქაც ასე ვთქვათ, თავისებური არანაკლებად კენეული გარდაქმნები მიდის. ახლა მსოფლიო ანალიტიკოსები ამას შავბნელ დღეებს უწოდებენ, dark times, მაგრამ მე მგონი ყველაზე ესე ვთქვათ, კაფიოთ ტიპიურად გერმანულად ეს პერიოდი აღწერა წინა კანცლერმა შოლცმა, რომელსაც მიუნხენის ბოლო კონფერენციაზე ამ პერიოდს, სადაც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით, საიტენვენდე გერმანული სიტყვა, ესეთი მკაფიო გარდატეხის პერიოდი დაარქვა. ამ გლობალური მასშტაბის მქონე პროცესებში, რა თქმა უნდა, არის პატარ-პატარა საიტენვენდეები და ის რაც ხდება დღეს კიდევ მეორებ მაპატიეთ თუ მეურნები, ჩვენი პარლამენტის წინ, სწორედ ის საიტენვენდეა, რომელიც ითავა ამ სწორედ დღევანდელმა ახალგაზრდა თაობამ. მე გეტყვით, როგორ ვიწყებდით, მე მახსოვს მე და ბატონი ხოშარი და კიდევ რამდენიმე ადამიანი პირველად გადავწყვეტეთ წავსულიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებში. გზავრობის ფული არ ქონდა. დატრიალდნენ, როგორც მაშინ იყო მიღებული, რაღაც გაიყიდა გარკვეული რაოდენობის ბორჯომი თუ რაღაცა გაჩნდა ფული, და ფული წავედით ამერიკის შეერთებულ შტატებში. სანამ წავიდოდით ხოშტარიან მინისმა თქვა რომ მივიდეთ და ბატონ ზვიათთან ეს კითხოთ
ავშვებით როგორ უნდა გავაკეთოთ. მივედით ბატონ ზვიადთან, აი როგორ იწყებოდა ამერიკასთან ურთიერთობა. და გოგი ხოშტარიამ ესე თქვა, რომ ზვიად ესენ სახელით მიმართავდნენ ერთმანეთს. ზვიად ახლა რა ვქნათ? ჩვენ ეს საგარეო პოლიტიკა დავიწყოთ, აი ზუსტად მახსოვს, ვიწრო მიმართულებით. ანუ რაღაც ადგილობრივი, ლოკალური, ანუ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან. და ზვიადმა თავის ჩვეული იმითი თქვა, არა, დიდი მიმართულებით და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს უნდა გახდეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი სტრატეგიული ხაზი. ეს თქვა ზვიადმა და ესე ჩავედით ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაშინ იყო პირველი შეხვედრები. ვერ გეტყვით, რომ ამ შეხვედრებს მაშინ გარღვევითი ხასიათი ჰქონდათ. ეხლა უკვე მოხდა ის, რაც მოხდა, აღარ არის ზვიად გამსახურია, ეს ადგილი დაიკავა, გახდა პრეზიდენტი შევარდნაძე. რომელმაც რომელთანაც მუშაობდი და მე რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მან გადაწყვეტა ჩემი ელჩად გაშვება ამერიკაში. ზუსტად მახსოვს შევარდნაძეს სიტყვები, მით რომ თედო მე ჩემი იმედი ნუ გექნება. მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი. მე აღარ ვარ საბჭოთა კავშირის საგარეო მინისტრი. მე შემიძლია მოგეხმარო უამრავი ნაცნობები ასე შემდეგ. მაგრამ ერთი რამე გაითვალისწინეთ. ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიმართულება. ვინაიდან თუ ჩვენ გადავრჩებით როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ამერიკელების დახმარებით. იყო ეგეთი სახელმწიფო მდივანი, ძალიან ცნობილი პიროვნება, ჯეიმს ბეიკერი, რომელსაც ერთ-ერთი შეხვედრის დროს მე ვკითხე, აი რა ინტერესი გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს ისეთი ქვეყნისადმი, როგორც საქართველო. აი შევარდნაძეა თქვა, რომ არა მხოლოდ ედვარდთან ჩვენი ურთიერთობები გვაქვს. თუ მეკითხები რა ინტერესები შეიძლება გქონდეს საქართველოს მსგავს ქვეყანასთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, მე გეტყვით რამს, ჩვენ გვინდა და ჩვენ ამისკენ მივისწრაფით, რომ სოფლიოში იყოს რაც შეიძლება ბევრი და რაც შეიძლება დაშორებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან სტაბილურობისა და დემოკრატიის კლასტერები. აი ეს მახსოვს. ვინაიდან ამგვარი კლასტერების არსებობა მოშორებით გეოგრაფიულად ამერიკის შეერთებული შტატებიდან გახლავთ გარანტია, რომ ამერიკა თავად იქნება სტაბილური და უსაფრთხო. მე მინდა რომ თქვენმა თაობამ და თქვენ შემდეგ თქვენმა შვილებმა, მათმა შვილებმა იცოდნენ, რომ არ ყოფილა რაიმე მიმართულება, რაც ეხებოდა ქართული სახელმწიფოს ამშენებლობას, რომელშიც ამერიკელებს მონაწილეობა არ ჰქონდათ მიღებული. ჩამოყალიბდა ნდობა ამ ორ ქვეყანას შორის, რომელიც ერთი იყო საქართველოს, სადღაც აი სამხრეთ კავკასიაში თავისი უდიდესი პრობლემებით, ოკუპირებული ტერიტორიებით, სამეზობლოთი და მთელი ამბებით და რუსეთით და ასე შემდეგ და იქით იყო ამერიკა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ქვეყანას შორის იყო ნდობა, რომელიც სამწუხაროდ მე ჯერ კიდევ კარგად და ვერც გავარკვევი, მე ხა შიგნით არა ვარ, თუმცა შეფასებები, რომელიც ჩვენ გვესმის ამ ურთიერთობებთან დაკავშირებით, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ ურთიერთობები, რომელთა შექმნას მოვანდომეთ 34 წელი და ეს რაღაცნაირად უკვე შეიძლება ითქვას არ არსებობს და თავიდან ამ ყველაფრის აწყობას, არ ვიცი რა რამდენი და თანაც იმის გათვალისწინებით, როგორც ვატყობ, რომ არავითარი სურვილი აქეთ ამ მხრიდან არც არის, რომ რაც მიანიშნებს იმაზე, აქეთ-იქეთ ქვეყანა ვერ იქნება. ანაკეთ უნდა იყო ანაკით, ხო? თუნდაც აი ეს ფრაზა, რომ ხო ხედავთ, ომი არ არის, არა? ომი რო არ არის, სწორედ ამერიკელები რო იდგენ შონგორდით, იმიტომ არ არის ომი. ბევრი იზიარებს ამას, რა უნდა და არის ეგეთი კითხვები, რა უნდა ამ შენზე კეთდება აქცენტი ამერიკელებს ჩვენგან, რა დაუშავეთ კაცო ჩვენგან.
და მე ვთქვი რა უნდათ არჩევნების ჩატარება სამართლიანი სასამართლო ეს კარგია სასამართლო კარგია კორუფცია რო არ იყოს კარგია 12 ყველაფერი კარგია ხო მას რას გაძალებთ ევროპა ან ამერიკის შეერთებული შტატები რო იყოთ კარგი ნორმალური სახელმწიფო თქვენთვის არა ჩვენი სიმპათიები აი ამ ახალგაზრდების მიმართ მარტო სიმპათიებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს ჩვენ თანამონაწილენი უნდა გავხდეთ იმიტომ რომ ეს ჩვენ გვეხება ჩვენ ბავშვებს ეხებათ თავისუფლებას ეხებათ მიწევდა ლექციების საკითხვა ზუგდიდში თელავში ქუთაისში ბათუმში ეხლა სამწუხაროდ USA-მა დაგვაღალატა და ამიტომ ის გვაფინანსებდა იგივე გეტყვით წარუშლელი შთაბეჭდილება დარჩა ისეთი ახალგაზრდები არიან აი ესეთი დამოუკიდებელი ენერგეტიკა რომელსაც შეიძლება თუ სწორი მიმართულებით წაიყვანეს შემდეგ ლიდერზე არა თუ გაჩნდებიან ლიდერები ხა ციდან ხო არ ჩამოფრინდებიან ლიდერები იქმნებიან აი იბადებიან სწორედ აი ამ ადამიანებში ვინც იკრიბებიან არ იკრიბებიან ჯერ კიდევ სახშია ეს ხდება გამოსავალი მოიძებნება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩემი აზრით თუ ჩვენ მოვიდოებით ამაზე არ ვიქნებით იმის იმედად თუ აი ტრამპი როდესმე ჩვენსგან გამოიხედავს 20 მაისს აი ნახავთ რა მოხდება არ ხდება ეს მით უმეტეს ტრამპისნაირი ადამიანები რომელიც საგარეო პოლიტიკას უყურებენ როგორც ბიზნესსა და ისინი ჩადებენ ფულს იმაში თუ დაინახავენ რომ ვა ამ საქართველოში რაღაც საინტერესო რაღაცა ხდება თუ დაინახავენ რომ ხდება ის რაც ხდება რა ოპოზიციას ხვალდაგენიშ და პარტიებს გავაუქმებთ იმას ახლა თუ რა ქვეყანა გვექნება და როგორი ქვეყანა იქნება ეს ხო ჩვენზეა დამოკიდებული რაც არ უნდა რთული იყოს და რაც არ უნდა დიდი დამყოლობების გადალახვა და წინამდებობები იყოს ჩვენს წინაშე გადასალახავი We are so happy and proud მე ვარ ქართველი მაშასა და მე ვარ ევროპელი